კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ ბანკთა შორის სესხების გარდა 2025 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 70 მილიარდ 940 მილიონი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით ეს თითქმის 2 მილიარდი ლარით, ანუ 3%-ით მეტია ნოემბრის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამო რიცხვი 14% შეადგინა. ამავე პერიოდში წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 729 მილიონი ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.240.000 ლარით გაიზარდა. რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის დეკემბრის ბოლოსთვის კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11 მილიარდ 170 მილიონი ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 20 მილიარდ 380 მილიონი ლარის მოცულობის სესხი. 2025 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.87%-ით, ანუ 674 მილიონ 240.000 ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და დეკემბრის ბოლოსათვის 36 მილიარდ 600 მილიონი ლარი შეადგინა. 2025 წლის დეკემბრის ბოლოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 47.6%-ს მიაღწია. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით შემცირება 0.584% პუნქტია. 2025 წლის დეკემბერში TBC ბანკის არხებით რესტორნებში უნაღდო დანახარჯებზე წლიურად 42%-იანი ზრდა დაფიქსირდა. TBC კაპიტალის მიმოხილვის მიხედვით საშუალო ტრანზაქციის მოცულობა 36 ლარი შეადგინა. ამავე თვეში TBC ბანკის არხებით რეზიდენტებმა რესტორნებში უნაღდო დანახარჯების 68%, ხოლო არარეზიდენტებმა 32% დახარჯეს. TBC ბანკის არხებით 2025 წლის დეკემბერში რესტორნებში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები გასულ წლის დეკემბერთან შედარებით 26%-ით გაიზარდა. საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 27 ლარს გაუტოლდა. არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად 94%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობა 140 ლარი იყო, რაც მიმდინარე თვეში რეზიდენტების მაჩვენებელს დაახლოებით 5-ჯერ აღემატებოდა. თბილისში მეორადი საბურავების რეალიზატორები აცხადებენ, რომ კრიზისულ ვითარებაში აღმოჩნდნენ 1 იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციის გამო, რომელმაც დედაქალაქის საცხოვრებელ და სატრანსპორტო ზონებში მეორეული საბურავების პროდუქციის განთავსება აკრძალა, ასობით მცირე მეწარმე სუბიექტი დაჯარიმების საფრთხის წინაშეა. სარეალიზაციო ობიექტების უდიდესი ნაწილი კი პარალიზებულია. ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე BMG-თან განმარტავს, რომ სექტორში 10,000-ობით ადამიანია დასაქმებული და პრობლემის ერთბაშად გადაჭრა ბიზნეს ანადგურებს. მისი თქმით, ასოციაცია საკრებულოს წერილობითი თხოვნით მიმართავს, რათა მეწარმეებს 6-თვიანი გარდამავალი პერიოდი მიეცეთ. ნონიაძის განმარტებით, მეწარმეებს არ აქვთ საკმარისი ლოგისტიკური გამოცდილება და რესურსი, რომ ასეთი დიდი რაოდენობის პროდუქცია ქალაქგარეთ მოკლევადებში გადაიტანონ. ვითარებას ართულებს ისიც, რომ მოვაჭრეებს საქონლის გამოსატანად ობიექტის გახსნის საშუალება არ ეძლევათ. მისივე თქმით, პრობლემის მხოლოდ აკრძალვით მოგვარება ეკოლოგიურ რისკებსაც ზრდის. ის ამბობს, რომ თუ სახელმწიფო მეწარმეებს კონკრეტული ადგილი და დრო არ მიუთითა, საბურავების შესაძლოა ქალაქის შემოგარენში უმართავად განთავსდეს, რაც გარემოს უფრო მეტად დააზიანებს. ფოტოსტუდია კიკალა სტუდიო კი, რომელიც ბოლო 20 წელია საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ვიზუალური ხელოვნების ცენტრია, გასულ წელს ბაზარზე ახალი ბრენდით კიკალა ფექტორით შემოვიდა. კომპანიის დამფუძნებელი მამუკა კიკალიშვილი BMG-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ საწარმო, რომელიც ბელიაშვილზე 1.5 მილიონ ლარის ინვესტიციით გაიხსნა და უმაღლესი ხარისხის ბეჭუდის პროდუქტს, კედლის შპალერებს, მურალებს, კედლისა და ფანჯრის დეკორებს აწარმოებს, შესაძლებლობების 10%-საც ვერ ითვისებს. მისივე განმარტებით, კომპანია მოთხოვნის გაზრდის მოლოდინშია, რომ წარმოდება გაზარდოს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, კიკალა ფექტორი ნედლეულს ევროპული ბაზრებიდან ყიდულობს, ხოლო პროდუქციის დიზაინზე ნინი კიკალიშვილი მუშაობს, რომელიც მილანში დიზაინერულ კომპანიაში მუშაობდა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მამუკა კიკალიშვილი აცხადებს, რომ მომავალ წელს კომპანიაში ახალი მიმართულებების დამატებას და სერვისულ განვითარებას გეგმავენ.